სადღაც შორს ლოდინში ნუ კარგავ დროს მიიღე ეს გული იქ ყველაფერი შენია როცა შენ მიდიხარ თავს აღარ დამტოვო ხომ ხედავ ეს გული მე შენთვის გადამრჩენია დღეს ჩემთვის არის უბედნიერესი დღე ძალიან ბევრი წლის წინათ აი როცა არსებობდა პირველი სტერეო მაესტრო მაშინ ტრიალებდა ჩემი ვიდეო რგოლი ამ არხზე და აი მის შემდეგ რაღაცა ყოველთვის წასული ვიყავი ქვეყნიდან ჩემდა სამწუხაროდ და ეხლა დადგა ის ბედნიერი დღე ჩემთვის რომ რაღაც ამ ერთი წლის განმავლობაში ორი კლიპი გადავიღე და ორივე კლიპის პრემიერა მაქვს დღეს. ერთი კლიპი გახლავთ თემურ თათარაშვილთან დუეტი ჩავწერე და შემდეგ იმდენად ლამაზი სიმღერა იყო რომ კლიპიც მოითხოვა და მოკლედ ორი კლიპის პრემიერა მაქვს ცოტა არ იყოს ღელავ სამწუხაროდ ჩემი კოლეგები ბევრი ქალაქგარეთ არიან გასულები და ვერ ესწრებიან ამ ღონისძიებას, მაგრამ ვინც თბილისშია, ყველა მოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მადლიერი ვარ ყველასი. კლიპის რეჟისორი არის კაკი ბოლქვაძე, მე როგორც ტექნიკურად დავეხმარე ყველანაირად, როგორც ოპერატორი ისეთ ამ ამპულაში ვიყავი. 2 წელი უკვე კლიპებზე მუშაობდით, იმიტომ რომ რამდენიმე რაღაც პერიოდი პაუზა გქონდა რაღაცების გამო, მაგრამ ჯამში მივიღეთ ის, რაც გვინდოდა რა. ცოტა მეცაც მოვითხოვდი მე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის კარგია, კაი ნამუშევარია და ძალიან სასიამოვნოა რა. შინაარსია კლიპს თუ ვიზუალზეა გათვლილი თუ როგორ? შინაარსია აქ დატვირთვა აქ მაინც ისია თუ ასე ერთ კლიპში არის მარტოობაზე, მეორე კლიპში არის ერთმანეთის გავს შორს ყოფნაზე რა და მაინც ვიზუალური მხარე უფრო დატვირთულია, მაგრამ შინაარსია აქ კლიპს ორივეს. ფიქრია ჩემი ძალიან ახლობელია, შინაურები ვართ. ჩემთვის ინტრიგაა დღევანდელი, იმიტომ რომ 10 კლიპი არ მინახია. მივიღეთ იმას რომ ცოტა ადრეა დამთავრებული, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს რომ ლამაზი სურპრიზები გვგველის. და მე უსურვებ ფიქრიას და ყველა იმ შემოქმედები ჯგუფს ძალიან სწავს მომავალ დიდ დრამატებებს და მიხარია რომ დღეს გამონახეთ რომ თქვენთან ერთად ჩემობესო ჩვენ სამეგრობოსთან ერთად აქ ვართ და ამ ძიმე ვითარებაში ერთად ვართ და ერთად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ მსგავსი რამ უნდა ხდებოდეს ძალიან შეიძლება. მე ულოცავ ფიქრიას წინასწარ და დიდი იმედია რომ ყველა დიდ სიამოვნებას მიიღებს. ფიქრი არის ჩემი მეგობარი დამბათიშა ძალიან გამიხარდა კლიპის და სულ მოუთქმელად ველოდები როდის გავა კლიპი და შევაფასებთ რა თქმა უნდა. ბოლოს როდის იყავებს გავს ტიპის ღონისძიება და კლიპის პრეზენტაცია? ძალიან აი აღარ მახსენდება, მაგრამ ბევრგან. მაგრამ კლიპებს აღარ იღებენ სხვათა შორის ისე ხშირად. მაგრამ ამოდენიმეზე ვიყავი რა. ძალიან აი ბოლოდინი მაქვს ძალიან დიდი. აი ერთად ნახოთ რა იქნება. კი ბატონო, ერთად ნახოთ. ულოცავ ფიქრიას დღევანდელ დღეს. ძალიან მიყვარს პიროვნულად, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. საკმაოდ ბევრ ჩემს სიმღერასაც ასრულებს. ხუმრობით უსაყვედურია კიდევაც ჩემი სიმღერის კლიპი როდის უნდა გააკეთო თქო. მიხარია რომ მოძრაობს და იმიტომ რაღაც პერიოდი დედა ყავდა ისეთი რაღაც ძალიან სხვანაირი ქალი და ძალიან იდარდა და მე საქართველოში არისო და მიხარია რომ ამოძრავდა და ესე მშვენივრად გამოიყურება. ულოცავ კიდევ ერთხელ. მე კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც ძალიან ხშირი დიდი რაოდენობით ტარდებოდა კლიპის პრეზენტაცია, მათ შორის ჩვენი ჯგუფის სეიშენის და ძალიან კარგია მართლა თუ ესეთი რაღაცები უფრო ხშირად იქნება, იმიტომ რომ ესეთ შოუ ბიზნეს ესეთი რაღაცები უხდება და ახასიათებს და დამახასიათებელია. ინტერო ფიქრიას წარმატებული უსურო, ჩვენი ოჯახის წევრია, ძალიან მიყვარს და ფიქრობ რომ კლიპი საინტერესო იქნება. ისე თქვენს რომ რაღაცა გააკეთოთ, უცებ, დაკლიპოთ რაღაც ადრეში, რა სიტყვი? არა, რატოგეც 100 არ ვაკეთებდით ხოლმე? 10 დღეში. არა, უბრალოდ ტენდენციური, ეხლა რა არის, იცი, ცოტა ჩანაცვლდა ამ იმდენად მასიურად ვარ ტელევიზიებში, გინდა არ გინდა რაღაცა ძალიან გაპრანჭული ლამაზი ვიდეო რგოლები გამოდის, 7 კამერით გადაღებული და სადღაც მიახლოებულია, მაგრამ სიმართლე გითხრა მართლა ვფიქრობ, რომ რაღაცა ჩვენი ახალი ეტაპი დაიწყოს და უმეტესი სიმღერების გავაკლიპოთ და რაღაცა ესეთი ხიბლი მივცეთ, იმიტომ ჩვენგან სიახლე იქნება. ერთი
2 კლიპი გვაქვს გადადგმული. ცაბედი ყველაფერი საინტერესოა. უცებ რო ჩარწე ხა ტელეკომპანია TikTok-ი, ტელეკომპანია Instagram-ი და ესეთი რაღაცები კარგია ყველაფერი, მაგრამ ურთიერთობაა ცოტა მას დაკარგული. აი ჩვენი ეს ვაიმე, ნახეთ. მოდი ჩემთან. ესე იგი, რა დროს შემოვიდა, ნახე, როცა საუბრობდით იმ თემაზე, რა თემაც არის სიყვარული ქართულ კულტურაში და შოუ-ბიზნესში. ნანა იქ რა. დავამატებ იმასაც, რომ ნანა არის თუ 100% არა 99%-ის ჩვენი შემოქმედები. მარტო თქვენი კაცო 100 ტექსტიდან 120. ძალიან დიდი ბედნიერება რომ ულამაზეს ორ ადამიანს შორის გავარ. მიხარია რომ ისინი ჩემი პატარა კერა, ჩემი ტოლი მეგობრები არიან და მიხარია რომ ჩვენ ამ ცხოვრების გზას შემოქმედებითაც, არა მხოლოდ შემოქმედებითაც, მეგობრობითაც მივყვებით ერთად. აი, ფიქრიაზე რას მეტყვი ხა რა მოლოდინები გაქვს? ფიქრიასთან მაკავშირებს არ ვიცი 200 წელზე მეტი გაცილებით მთელ ოჯახთან და რა ვიცი, აბა ძალიან ბევრი სიმღერა ფიქრიასე ჩემლეგზეა შექმნილი და ნუ რა თქმა უნდა როის რომ კიდევ უფრო მეტად გიხარია ასეთი ადამიანის წარმატება ძალიან ბევრს ნიშნავს ასე რომ ჩემო საყვარელო და ჩემო არაჩვეულებრივ ადამიანო შენ ერთ-ერთი ადამიანთაგანი ხარ რომელიც არის ქართული ხელოვნების და ქართული ესტრადის მემატიანე ქალი რომელიც ყველას უყვარს და ქალი რომელსაც ყველა უყვარს არ დაეჯერო რომ ყველა მიყვარს ნახე ეს ამოჭერით ბიჭო არ გაუშვათ დღეს გვაქვს არაჩვეულებრივი მიზეზი, საბაბს არ ვიტყვი, მართლა მიზეზი, რომ შევიკრიბოთ და რაღაცა ერთად გვიხაროდეს. აი შეგრძნება გახდა უკვე ისეთი რარიტეტული და ისეთი იშვიათი, რომ უკვე ეს მიხარია. მაგრამ თავარი ის არის და თავარი რაც მიხარი არის ის, რომ დღეს ჩვენი ფიქრიას არაჩვეულებრივი ადამიანის და ძალიან კარგი მომღერლის კლიპების პრეზენტაცია უნდა ვიხილოთ და დავესწროთ ამ შესანიშნავ, ღირს შესანიშნავ მოვლენას, რა ძალიან გაიშვიათდა ჩვენ ცხოვრებაში. ასე რომ მე ვულოცავ წინასწარ ჯერ არ მინახავს, მაგრამ უკვე ვიცი რომ მისალოცი იქნება, ვულოცავ ფიქრიას, ვულოცავ ყველა ჩემ კოლეგას, ვისაც დღევანდელი დღე უხარია, ვინც აქ არის და ვინც მომავალში ნახავს ამ კლიპებს. მოგესალმებით, დღეს მოვედით კინოსახლში. მე მაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ქვეყანაში ესეთი ნიჭიერი ადამიანებს აქვს შესაძლებლობა გააკეთონ კლიპები და ესე იგი თავისი თაყვანისმცემლები ვინც ვარ და მე თაყვანისმცემლის გარდა ნათესავიც ვარ, დიახ, მეტი ვარ, დიახ. ნათესავიც ვარ, მოკლედ დავტკბეთ ამ სიამოვნებით ნიჭიერი ადამიანის შემოქმედების ასე ნახვის ესე იგი ბედნიერებით და მე და სამზარეულოში ნათესავებს არ გინახავთ ისე ხო იცი? არა, არ გინახავს, იმიტომ რომ ეს არის სიურპრიზი, მოულოდნელი სიხარული, ჩემთვის სპეციალურად მე მირჩენია, რომ აქ იყოს ჩემთვის პრემიერა და მოკლედ ძალიან ნერვიულობ, იმიტომ კი არა, რომ ვიცი რომ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ორ მაგათ, იმიტომ რომ ჩემი სისხლი და ხორცია და მინდა რომ იმ სიმაღლეზე იყოს, რა სიმაღლეზე ყოფნაც მას ეკადრება. ულოცავ ჩემ უახლოვეს მეგობარს, ფიქრიას აი ესეთ მშვენიერ დღეს არის მისი კლიპის პრეზენტაცია და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან სახალხო, ძალიან კარგი და ძალიან გემრიელი იქნება. ისე კი არ მოგენატრა ესეთი ტიპის ღონი გახსოვს კვირაში 7 ყეთებოდა 6 მაგრამ მომენატრა და გავაკეთოთ რაღაცა. მე გავაკეთოთ რა, მე შენ გეტყვი სიმღერა არა გაქვს თუ კამერები გვიჭირს თუ ხალხი გვიჭირს. თორევ ბერდებით, სწრაფად უნდა ვქნა. ძმაო, ვინც არ ბერდება, იმან იდარდოს რა. იშტერდება. აბა და არა სხვა რამე. ლოდინში ნუ კარგავ დროს მიიღეს გული იქ ყველაფერი შენია როცა შენ მიდიხარ თავს აღარ დამტოვო ხომ ხედავ ეს გული მე შენთვის გადამრჩენია რამდენჯერ წავედი შორს რამდენჯერ მივენდე დროს შენ არ ხარ და ისევ დღეს სიყვარულს ვედა
ფიქრებში მიყვარდი სულ სიზმარში გჩუქნიდი სულ და ახლა მგონი ხარ მე ჩემი თბილის სიზმარი რამდენი ღამე იყო და ხომ ხედავ გული მაინც გადამჩენია მითხარი სულ ყველა სიტყვა რაც უნდა ახლავე მითხრა მითხარი რომ აქ ხარ და შენი გული ჩემია ხომ ხედავ არ პირისცა შენს გარდა არ მინდა სხვა სამყაროს არაფერს ხო შენ დაყოფნა მინდა წლების წინ აი როცა პირველი სტერეო არსებობდა მაესტრო აი მაშინ ტრიალებდა ჩემი ვიდეორგოლი იმის შემდეგ ყოველთვის აი სულ რაღაცა ქვეყნიდან წასული ვიყავი და ეხლა რომ დავბრუნდი ამ ერთი წლის მანძილზე ორი ვიდეორგოლი გადავიღეთ და დროის სიმცირის გამო რაღაცა დროც აჩქარდა არავის არ ცალია რაღაცა ყველა გადარბენებში ვარ და ამიტომ გადავწყვიტეთ მე და კაკიმ რომ დღეს იყოს ორივე კლიპის პრემიერა რომ ზედმეტად არ შეგაწუხოთ კიდევ რაც შეეხება პირველ კლიპს თემურ თათარაშვილთან ეხა გურული ვარ ყველა მიცით და იუმორის და ხათობის გარეშე არ შემიძლია თემოს ხელში გავიზარდი, აი როცა პატარა ხარ 1 წელს და 2 წელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემის მეგობარი იყო და მე ვეუბნები რომ ამასობაში დაგეწია და მე მგონი გაგასწარითო, მაგრამ ჩემი აღარ არის გარდაიცვალა და მე და თემო დავმეგობრდით, აი ესე ვაგრძელებთ მეგობრობას და რომ ვთხოვე თემოს რომ დუეტი ჩავწეროთ და რა თქმა უნდა დამთავრდა ის მიმდენად ლამაზი სიმღერა გამოვიდა რომ მე კლიპიც მოითხოვა და ასე შემდეგ კლიპიც გადავიღეთ. რა თქმა უნდა, მუსიკის ავტორი გახლავთ ჩემი კაკი ბოლქვაძე. იცით რა მინდა გითხრათ? თითქმის ყველა ჩემი სიმღერის მუსიკის ავტორია. აი ხმა რომ მოვდიოდი, ცოტა ღელავ და ზუსტად მივხვდებით რატო ღელავ. ალბათ 90% ვინც აქ ბრძანდებით ჩემს იცნობდა ლია ქორიძეს. საოცარი ადამიანი იყო, რა ფენომენი იყო, ვერავიმა ვერ აქვს და ისე წავიდა ამ ქვეყნიდან და ყველაზე ბედნიერი ალბათ ჩემი იქნებოდა დღეს. იმიტომ რომ ის მაძლევდა მოტივაციას და ის იყო ყველაფერი იმისის სულის ჩამდგმელი თუ მე დღეს რამეს ვაკეთებ ხელოვნებაში და თუ მე დღეს ენაზე ვდგავარ, ეს არის დედაჩემის და კაკი ბოლქვაძის დამსახურება. სამწუხაროდ ცირა ბზიშვილი ვერ მომბრძანდა, ცირა არის არანჟირების ავტორი, თემოც ვერ მომბრძანდა, იმიტომ რომ ბათუმში მოუწია სასწრაფო წასვლა და ძალიან ბევრი ჩვენი კოლეგები ვერ ესწრებია, ზოგი ბათუმშია, ზოგი საზღვარგარეთ არის, ზოგს თავისი კორპორატიული საღამოები აქვს და მოკლედ როგორც არის. ეხლა რაც შეეხება მეორე კლიპს. ძალიან დიდი და საინტერესო ცხოვრება გავიარე და სიმღერას, რომელსაც ქვია გული გადამრჩენია, ჩემი ნათლია გახლავთ თამარ უჯმაჯურიძე ავტორი. და ისეთი თბილი ტექსტი დაწერა, რომ თავრობეთკი ჩემს ცხოვრებაზე დაწერე ალბათ ხო და ძალიან ლამაზი სიმღერა გამოვიდა, რა თქმა უნდა, მუსიკის ავტორიც კაკი გახლავთ ბოლქვაძე და მოითხოვა კლიპი ამ სიმღერამაც და შაშა ზაფხულში გადავიღეთ აჭარაში კლიპი და მოკლედ აი ამისთვის მოგიწვიეთ, ჩვენ ვიმუშავეთ. ყველაზე მთავარი ის არის რომ ბესო კვარაცხელიასთან მუშაობა არის ძალიან დიდი კომფორტი, ეს არის უნიჭერესი ადამიანი, ძალიან კომფორტული ბესო. მადლობა შენ ჩემო ძვირფასო, ნერვილო ბიჭი არ გამორჩეს. ძროღელო ხორცი ხდება ხოლმე. მოკლედ, აგერ არის ჩვენი კლიპები, ჩვენ ვიშრობთ, ვიმუშავეთ და თქვენ შეაფასეთ. ბესო დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ყველას დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს მობრძანებისთვის და დღევანდელ ჩემს სიხარულს რომ იზიარებთ და ითავისებთ.
მართალი გითხრათ არ მიფიქრია რომ ფიქრიას ცხოვრებაზე დამეწერა, გამოვიდა ასე. და ძალიან კარგი რომ ასე გამოვიდა. მიხარია რომ დღეს ფიქრიას წარმატებული ადამიანი ქვია იმ ხრივ რომ აი ხა თქვენ წინაშე წარდგება მისი ორი კლიპი, ეს არ არის ცოტა და მინდა რომ ბედნიერი იყოს, მინდა უამრავი კიდევ კარგი სიმღერა და კარგი კლიპი გენახოთ მისი და ხო გითხარით რომ აი დღელავ და ალბათ ვინმე ძალიან შინაური გამორჩება თქო და ეხლა ვერ მოვისვენე აი ამ კლიპში ულამაზესი კაბა რომელიც მაცვია ჩემი საოცარი დის ფატუნა ბუშიქეტი სოფლიო დიზაინერის შექმნილია ეს ამოძულა ბრავო შეიძლება რადიკალურად განსხვავებულია, რადგანაც ზაფხული იყო, რაღაცა გადავწყვიტეთ, კი არის ცოტა ტექსტისებრი არის, მაგრამ ცოტა ნიაფერებში და საზაფხულო ფერებში გადაგვეყო, ასე რომ აი ამისი თქვა მინდოდა. ძალიან დიდი ხანია კლიპების პრეზენტაციაზე არ ყოფილვარ.
ეს ძალიან დიდი ხანია, იცით რამდენი დროა? ალბათ 10 წელზე მეტი. ახლა ამ დარბაზში ქართველ მომღერალთა ნაწილია შეკრებილი ადამიანები, რომლებიც ქმნიან ხელოვნებას, ქმნიან მუსიკას და დღეს ისინი აი ამდენი წლის მერე სტუმრად არიან ადამიანის კლიპის პრეზენტაციაზე, რომელსაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ძალიან ვეფერებით და ყველაზე საინტერესოა რომ ერთი კლიპის პრეზენტაცია კი არა, ორი კლიპის პრეზენტაცია ერთდროულად იმართება და სხვათა შორის ამ კლიპის ვიზუალურ გაფორმებაში დიდი წვლილი აი ამ კაცს მიუძღვის, ასე ლამაზად გადმოსცა და ჩვენ მასთან ინტერვიუ უკვე შემოგთავაზეთ და თავად ეს მომენტი, რაც ახლა აქ ხდება, იმდენად დეფიციტური გახდა პირადად ჩემთვის როგორც ხელოვნების და კულტურის ჟურნალისტს, რომ მიხარია რომ რაღაცა ამოძრავების ტენდენციას ვატყობ, იმიტომ რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა შეიძლება განახლდეს არა ვირტუალური, არა YouTube-ური, არა TikTok-ური და არა Instagram-ული ურთიერთობა, არამედ ურთიერთობა, რომელსაც ქვია ნამდვილი და რომელსაც ქვია აი ამ ხალხის ერთად შეკრება. გავაგრძელოთ კლიპების ცქერა და საბოლოო ჯამში ყველამ ერთად თქვენს და მეც მაყურებელო სრულად შევაფასოთ ეს კლიპები. სადღაც შორს ლოდინში ნუ კარგავ დროს მიიღეს გული იქ ყველაფერი შენია როცა შენ მიდიხარ თავს აღარ დამტოვო გთხოვ ხომ ხედავ ეს გული მე შენთვის გადამრჩენია რამდენჯერ წავედი შორს რამდენჯერ მივენდე დროს შენ არ ხარ და ისევ დღეს სიყვარულს ვედა ფიქრებში მიყვარდი სულ სიზმარში გჩუქნიდი სულ და ახლა მგონი ხარ მე ჩემი თბილი სიზმარი რამდენი იყო და ხომ ხედავ გული მაინც გადამრჩენია მითხარი სულ ყველა სიტყვა რაც უნდა ახლა ვერ მითხრა მითხარი რომ აქ ხარ და შენი გული ჩემია ხომ ხედავ არტილისა შენს გარდა არ მინდა სხვა სამყაროს არაფერს ხო შენ დაყოფნა მინდა გიყურებ თვალებში დღეს და გულიზე წაშიფლეს და ეს სიყვარული ამ მოვუდინა ღირდა რამდენი რამე იყო და ხომ ხედავ გული მაინც გადამრჩენია მითხარი სულ ყველა სიტყვა რაც უნდა ახლა ვერ მითხრა მითხარი რომ აქ ხარ და შენი გული ჩემია რამდენი რამე იყო და ხომ ხედავ გული მაინც გადამრჩენია მითხარი სულ ყველა სიტყვა რაც უნდა ახლა ვერ მითხრა მითხარი რომ აქ ხარ და შენი გული ჩემია
მითხარი რომ აქადა შენი გული ჩემია მითხარი რომ აქადა შენი გული ჩემია ხო, მორჩა ორივე კლიპის ჩვენება. გია, მოდი აი პირველ შენს დაგიჭერ ჩემოძო. ძალიან რაღაცა კლასიკური ნამუშევარი და მეორე უფრო ფერადი უფრო. კი ბატონო, მშვენიერი მოსასმენი, შვენიერი საყურებელი, მაყოფილი ვარ ძალიან. იწყება მეორე განყოფილება და უბრალოდ პირველი. ეხლა თავად ფიქრიასთან მივიდეთ და ისე ღელავდა ეს ადამიანი, ისე ღელავდა რაღაცა მაინც ვერ ვატყობ ეხარო დიდი აღელვების. ფიქრია გილოცავ ჯერ უპირველეს ყოვლისა მე როგორც მაყურებელი ამას ვაფასებ როგორ იცი? კლასიკა და აბსოლუტურად სხვა ფერადი სამყარო. პირველი შავ-თეთრ ფერებში გადაწყვეტილი ცოტა უფრო კლასიკური და მომენტური სიმღერა და მეორე უფრო მხიარული და რაღაცა დისკოტეკოთ გამოსაშვები საზაფხულო. კი იყო ისე საზაფხულო ადგილზე. მაყურებელი შეხვდა ისე როგორც უნდა შეხვედროდა და ეხლა შენი ემოციები მითხარი აი წეგან გარეთ დაწყებამდე რო თქვი და ეხლა შეადარე ერთმანეთს. ემოციები ძალიან დიდი მაქვს, ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ტაში იყო და რაღაცა აი ესე მგონია რომ დიდი მოწონება დაიმსახურა და მე ძალიან მახარებს ჩემი კოლეგების მხრიდან აქ არა მხოლოდ ჩემი კოლეგები ბრძანდებოდნენ, მსახიობები ბრძანდებოდნენ, ექიმები ბრძანდებოდნენ და მოკლედ აი ესეთი ნარეvi საზოგადოება ბრძანდებოდა დღეს ჩემს პრემიერაზე და დიდი მადლობა ყველა ეს მობრძანებისთვის. ნამდვილად ღირდა, ნამდვილად მადლობა ბესო ძვირფასო, შენ მადლობა რომ აი ესეთ კარგ და კეთილ საქმეს აკეთებ ამდენი წელი. დიდი მადლობა.